რა სიტუაცია ესპანეთში ჩატარდა სამიტი ესპანეთში ჩატარდა სამიტი და ეს გოგო ჩვენ გადაცემაში ადრე გქონდა ეს ვიდეო რა კი ჩვენიანი და არაფერი დაკლებული არ აქვს მომატებული თუ არა და უფრო მაგარ ფოტო თუ არა აფროდიტა ქვია კი აფროდიტა კი აი სახელი და მოусმინოთ ამა სერიოზული გამოსვლა ქონდა გოგოს ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ ვიყო თქვენს წინაშე კიდევ ერთხელ ანუ მეორეჯერ არის და ორივე ვიცით ჩვენთან ერთად დღეს ჩარლი კირკიც არის რომელიც 60-დან გვიყურებს მან საკუთარი თავი გაწირა იმისთვის რისიც სჯეროდა და სწამდა მან კარგად იცოდა რომ ეს გზა სიკვდილამდე მიიყვანდა თუმცა მას ეს არ ადარდებდა რადგან ცდილობდა ქრისტეს სახელით სამყარო უფრო თავისუფალი და სიყვარულით სავსე გაეხადა მემარცხენეები მას ვერ აჩუმებდნენ ჩარლიმ ყველა მათი პარანოიდული თეორია მიწასთან გაასწორა და სწორედ ამიტომ მოკლეს ის რადგან როდესაც მემარცხენეების არგუმენტები უძლურია ისინი ტყვიებს იყენებენ სწორედ იმ დროს, როდესაც მისი მეუღლე და შვილები გლოვობდნენ, ავადმყოფური აზროვნების მქონე ადამიანები ჩარლის მკვლელობას ეიმობდნენ. ყველა გაიძახის, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, თუმცა არავინ ამბობს იგივეს თეთრკანიანებზე. მაგრამ ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო. რა მხოლოდ სპიჩი ქონდა. ახლა სპიჩი ქონდა ეს ამ ქალში ამხილა ის არის და ეს ქართული თვისო პრინციპი არ არსებობს. ხო, ხა წარმოიდგინე იმ კატეგორიისთვის, იმათვის სულ სხვა ამინდია. არა, ამას რო ესე აი ესეთი ჟინით რო ქალისგან გესმის და რამხილა ისა და აი ხა დღეს რო აი ეს ეტყვი რომ ვიღაცა ქართველ ტიპს ანახეთ, რომ ნახე ის რას ბაზრო და შენ სად ახარ რა სიცხვილი. ხო, ხდები რას ეს ხო ვიღაცები პროდუქცია არის ვიღაცები ხო იტყვის ხო თავისთავად გამოერიდება ვინმე იქ ეხლა როგორია იცი იქ სხვა სიტუაცია აქედან ჩვენ ეხლა მარტივად უყურებთ ამას რა ეხლა ეს იას იქ მართლა რთული სიტუაცია რთული